ძირფასობრივ ხალხმია საუბრობთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი კოტე ყუბანეიშვილი. მოგესალმები კოტე ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. ესე იგი რეალურად წელიწადში ერთხელ სულ ხარ მიხვდით. მე მაგით ხვდები ხოლმე რომ ესე იგი რაღაცა ხდება რომ ვანო გიბარებს. აი. როგორ ხარ? რა ვიცი აბა საბრძოლო ხასიათზე როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ აქ არ თავდება, მუხტი არ ნელდება, პრეზიდენტი საშველია, ვალუტა იწევს, იქ რაღაცა ვარდება, ჩვენი რაღაცა ფასები იზრდება. აბა, ძველი ბიჭები ისა რა ქვია, იმას იცავენ ხმებს, თავრობის ხმებს, ხო, რაღაცა ბიზნესმენები წალენჯი ხაში მიდივარ. ვაი რა მეტი რა შეიძლება გაია რა გიტა წალენჯი ხაში მიდივარ წალენჯი ხვევი გავხთ მე მყავს მაგაცები კალანდია რაღაცგინა გალანდია როდესაც ყავს კალანდ ჩემი ნაღდი წალენჯი ხელები აი დღესაც რაღაცა რო ჩავიდე ზვიადის ნაკონი ისაყავს რა ქვია მანქანა აბა აი ნატყვიარები დღესაც ამჩნევია ხო ნუ ესეც რა ვიცი მოვიკითხო სხვათა შორის მინდა ჩემი წალენჯი ხელი ძმები და აი მართლა მეგრელები საოცარი ხალხია მაინც კოლხები არიან რა აი მაინც ეგენი ვინც არ რა უნდა თქვას მაინც პირველ ჰეროდოტეს პირველ აბზაცში ეგენი უწერიან რა რომ მაინც რაღაცა ეს თავისუფლების სიყვა მართალია მოპარეს ოქროს საწმისიც აღარც მედე აყავთ აღარც არავინ მაგრამ თავისუფლება მაინც აი თავისუფლება წალენჯი ხაში ხო შეიძლება იმაში მე დედით რაჭველი ვარ ეხლა ხო შეიძლება იმაში შავრაში ან თლუხში გაემარჯვა არა სანამ რაჭველი რაღაცა გამოფხიზლდება მეგრელი 9 ჯერ ჩაიყვანს და არ დაალევინებს წყალს ამოიყვანს და ერე ერთმანეთი როგორ უყვართ და ერთმანეთს როგორ უდგანან და აი ხა მე დარწმუნებული ვარ წალენჯიხის მერი ერთადერთი ადამიანია ვისაც თავის ქალაქი უყვარს ერთადერთი მერია დანარჩენი სულ ყველა საძარცვად არის ჩამოსული რა მეზობელი პატარა ქალაქებიდან რომ აი აქ ჩვენ რო ვაკელებს და ვერელებს ჭკუა გვასწავლოს ხო ხო რაგინე რაღაცა ის უცნაური მერები გახდნენ ბოცა ჩლიქოსანი ხილათ იყავი როცა მერი გახდება ბოცა ეხლა აბა როდის მე არასოდეს წინასწარ გეგმებს არ ჯერ ეს ერთი ამ ბოდიში და ამ ში გინდა გეგმე რამდენი წინდა გეგმე და იყავი რამდენი წინდა აი ხა რაღაცა იმებს ვარჩე უბრალოდ რაღაცა იცით რა ხასიათი ელემენტარული მინიმუმი მჭირდება რომ რაღაცა ლექსის იმის ხასიათზე ვიყო და დავდგე და სულ მცხვენია რომ აი რაღაცა შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შიმშილობს შენ კიდე ლექსებს წერ რაღაცა აი ჩემ თავს ვეუბნები რა შენ რა დროს ის არის წადი ეხლა ციხესთან წაიკითხე აი მაგალითად ალიკა დარჩიაშვილის 40-ზე წაკითხული ლექსი მაგალითად. ამაოა თავის შეხლა აზრიც არიბადება, არაბერზე არ ღირს ახლა უკვე თავის დადება, გზა თუ ვეძებთ საარსებოს და პირობებს თავს უხრით, არაფერზე არ არსებობს საბოლოო პასუხი. ერთი რაც კი გვევალება რომ თავები ვარჩინოთ, ისტორია გვემალება, უნდა აღმოვაჩინოთ, ვატყობ მორჩა ხანა და რაც უნდა გვაჩუმოთ, ვეცდები რომ ეს ქვეყანა მაინც შევინარჩუნოთ. აი საბოლოო ჯამში მაინც ცდილობ სულათა ვართ, მაგრამ როგორ შეიძლება პესიმიზმი და მოდის ოპტიმიზმის ტალღა და აი ეს არის, აი სულ იმეებში ვართ რა რაღაცა. კი, მართალი ხარ. აი ნახეთ. ისე მზად ვარ ლექსით გაგართოთ. თუნიჭი მადლებს ამის უფლებას, მოდით გულები ერთად ავანთოთ და გაუმკლავდეთ ამ გართულებას, რომ აღარავინ გავასამართლოთ, ვინც კი შეიცვლის მიმართულებას, ჩვენ რა თქმა უნდა, მაინც არ დავთმობთ ხმით მონიჭებულ
თავისუფლებას. ოღონდ როგორ არ დავთვალთ, აღარ არ დავთვალთ ახლა. რადგან ბოროტი ჩვენთან სულ არის. ხო. ყოველ ეჭვიან გაფიქრებაზე, ყველამ ერთად თქვათ უნდა უარი მასთან მეგობრულ გარიგებაზე, გაიგე? აი მართლა რა ოჯახის წევრები არიან ზოგი ისა კოტი იქ რა გინდა ვინ არის იქ შენი ტოლი ვისთან ერთად მიდიხარ დაბერდა შენი თაობა წავიდა ჩვენ ვეკუთვნით იმ თაობას რო გადაყვა ყინ თაობას ხო და და უკვე დავიმახსოვროთ ეს გაკვეთილი და უკვე დროა რომ გავიაზროთ ვერ დაამარცხებს ბოროტს კეთილი ყველა ერთად რომ არ დავირაზმოთ მუდამ ჯინი აქვს კაენს აბელის დამიზეზებიც ბევრი ძველი შესასრულებლად საქმით ჩავბნელის და მრავალისთვის საფრთხის შემცველი ის ხდება რასაც კაციარელის ღამეს თვარიანს რომცვის მზებნელი და მოსატანად გადის მარილის ამ ქვეყანაზე შაქრის მზებნელი მარილზე გავიდაო მარილზე აი მართლა რა 6 უახლოესი ჩემზე 10 წლით უმცროსი ადამიანი დავკარგე რა ხო ეხლა და აი ეს აი პარალელურად ხდება რა მაგრამ ნახე ჩვენ ბრძოლით ვიღებთ ყველა ნაცლობას ვლახავთ როდესაც ნებით სიზნელეს ვებრძვით როდესაც უსამართლობას უსოდინრობასა და სიბნელეს მე ვთვლი რომ აი ჩვენი ძირითადი შხელი შემშლელი არის უცოდინრობა და სიბნელე ხო და უნდა მივხვდეთ აი ლაპარაკობთ მასწავლებელი რომელიც ისტორიას ასწავლის რო გამოძვრება იმისიდან რა ქვია მაგიდის ქვეშიდან და რაღაცა სიები და მე რა ისტორია უნდა ასწავლოს ან რომელ ბავშვს უნდა ასწავლოს თან მithume ვირტუალურად აი არ ვიცი რა ვიცი აი ონლაინ ასწავლოს და მაგრამ სავსენი სადარდებლებით თავებს ვერაფრით ვერ შევიძულებთ და ამიტომაც არ დავნებდებით სანამ პირში სული გვაქვს, მანამ ვიბრძოლებთ, ამდენ გასთასაც გული როიტანს, ბრძოლა ყოველთვის შედეგს მოიტანს. აი ეს რაღაცა ფრაზებია, გესმის? გავქნათ, ეს რევოლუციის და იმის ეშინია ამ სულს და მაშინ ვიყოთ გასუსულები ძმო. ხო, ეს რევოლუციის სიტყვა არ უნდა ახსენო რა. არ უნდა ახსენო. მოდი რამე შევცვალოთ, დავარქვათ რაღაცა ევოლუცია, რაღაცა დავარქვათ. პროგრესი ციაზე რაც მთავრდება შეიძლება ყველაფერი აიგზავნოს. მე ხო არ ვიძახი რომ მაინდა-მაინც თავები გაუხეთქოთ, ისე კი არიან ღირსები ყველაფრის, მაგრამ მაინდა-მაინც ჩვენ ხო არ მოუღებთ ბოლოს არა ამ იმას ამდენი ხანი გრძელდება. ესენიც არ დათმობენ ალბათ ახალი გამდიდრებულები არიან, ცოტა ხო უნდა შეირგონ რაღაც საზზე მოვიდნენ, მაგრამ დაგვანებონ თავი რა ამისაც რამე კუნძული იყიდონ და გადავიდნენ რა. არა, არის ვერსია რომ ჩვენ ვიყიდოთ კუნძულ და ჩვენ გადავიდეთ. ეს მეორე ვერსიაც არის. არა, ეს არ უნდა დაუშვათ. ეს არ უნდა დაუშვათ. წალენჯიხის მოდელი. წავიდეთ წალენჯიხაში, მაშინ ყველა ერთად რა. წავიდეთ, აბა რა უყოთ. დღეს რაც აღმოჩნდა დასანანები, რომ იღავს ვიღეთ, რაც არ გვერგება, ვატყობ გმართავენ უკვე კლანები და სახელმწიფოს თავზე გვენგრევა, რადგან მთავრობა უსამართლოა, შედეგი არის უსაზიზღრესი და მოსყიდული სასამართლოა, რა თქმა უნდა, ამის მიზეზი, გაიგე? კი, სასამართლოა. ჩვენ რო გვეგონა უფლის ხელია, რაც ამოძრავებს ხალხის ტვინს თუ ტანს, როგორც საზმოს და შავი ხრელია და ნელა-ნელა გონი გვისრუტა. აი რა ვიცი. გონი გვისრუტავს. აი რა თუმც ლექსისტერის ნიჭი მაქვს, ვარ სიტყვას მონატრებული და ის რაც ხელში მიჭირავს, არის ლექსების კრებული, სიბერე ჭკუას მითხელებს, წელი მაქვს გაკავებული, მინდა აუხსნა მკითხველებს, რითიც ვარ დაკავებული. აი, კაი. აი რა, ყველაფერში უნდა ეძებო კარგი, იცი? ეძებო კარგი. ეს არის ძველი სიბრძნე, რომ კარგი უნდა ვეძებო, მაგრამ როგორ ვეძებო ეხა? ბიშას 26 დღე შიმშილში კარგი და მაინც აი რაღაცნაირად ვცდილობ, რომ ძირითადად უფრო ხელისუფლების წევრები ეძებენ, უფრო აი ესე უფრო ხო და აი ესეთ რაღაცა ცინიკურ გაიმეებს რო იზრდე და 21 დღეს ვნახოთ და რო წევლიან და 51 დღეს და სირცხვილია ხალხო რა. მაგათ რანაირად გააგებინებ მაგასო სირცხვილია. უნდა რამენაირად უნდა გავაგებინოთ. იცი რა არის? როგორ უნდა გავაგებინოთ? იცი შენ
კარგად თქვი. ჩვენ იქ პარლამენტში კი არ უნდა გავაგებინოთ იმად და რაღაცას. ვინც ამას წვიტავს, იმას უნდა შეეშინდეს, იმან უნდა იცოდეს, რომ აბას თუმანშიც ჩავალთ რა, სანამ წალენჯი ხარში. ჩერეს აბას თუმან. წავალ და სადაც წავალთ, ყველგან წავალთ ჩერეს აბას თუმან, ჩერეს ჭორვილა, ჩერეს რაღაცა და დაგვანებო. და რამდენ ადგილას უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ყველგან არის. არა, არ ვიცი, კარგ დღეში ნამდვილად არა ვარ ვანო ეხა. მაგრამ მე სხვათა შორის ბოლოს ძალიან მომეწონა ეს ოპოზიცია და აი ეს მართალია ეს ცია და რაღაცა ეშინია სულს. ესეთი სიტყვების, უცხოური სიტყვების, მაგრამ ეს აი კოალიცია თვითონ ეს აზრიც და იდეას და რაღაცა რევოლუცია ცოტა უფრო ნაკლებად მიზიდავს ალბათ ეს სასაკის ბრალია თორე დავანგრევდი ამათ თავყბას, მაგრამ აი ეს კოალიცია მომწონს. ახალგაზრდა რო იყო რას იზავდი მაგ აუ ახალგაზრდა რო ვიყო არც მინდა დაჟე გავიხსენო რას ვიზავდი რა ეხა უკვე სადღაც აი არ ვიცი რა მაგრამ ეხა სიცხვილია რა ეხა მე თუ რაღაცას აი შევეწირე არა ეხლანდელი ახალგაზრდობა ეხლა რო ეხლანდელი ახალგაზრდობა სამწუხაროდ რაღაცა ჰელოვინი იყო იმ დღეს და გვერდზე რაღაცა ის იყო რა ქვია აქცია იყო და ჩვენ და რაღაცა უცებ გავიარე და ერთი 50 კაცი რიგი იყო ძლივს გავიარეთ შემეშინ რაღაცა იმეებით ისინი ქონათ და აბსოლუტურად არადარდებდათ შიმშილობს ვინმე კვდება სახელმწიფო რუსეთში შევდივართ ოკუპაცია სოფელი ჩოჩარის ტყემი საკუთრეს თუ რა ახნეს თუ თათუხაშვილი მოკლეს თუ რა ვიცი მაჩალიკაშვილი შვილი არაფერი ტიპებს არადარდებდათ უნდათ აი იმ საღამოს და მე გამახსენდა ჩემი თავი 35 წლის რო ვიყავი მე მაგრამ ჩვენ ხალხო ჩვენ ვებრძოდით საბჭოთა კავშირს ჩვენ ვიყავით საერთო მტერი ადრე ეხავსავით რუსეთისავით კი არ ყავდა მაშინ იყო საბჭოთა მაშინ რუსეთის მტერით საბჭოთა კავშირი იყო და რაღაცა სამაგალითო იყო და ეხლა ჩვენ ვებრძვით ისევ საქართველოს თუ რა არის იგივე სუსი ეხლა დღეს რას აკეთებს საქართველოს არ უნდა რა არ უნდა რომ ჩვენ ვითმინოთ აბა რა უნდა ეგეთი ქართველები უნდა სუს საქართველოს სუსაფრთხოება ეს არის რომ მე დღეს ვიждდე და ბოდიში და რაც არ უნდა თავზე გამიკეთონ ყველაფერი მოვიწმინო და კიდე გაღიმებული ვიყო ხაინდრასავის სავით და შალვა რამიშვილივით რაღაცა უნდა კაი ხასიათზე ვიყო და რაღაცა იმასა ვიღიმო და დინარაძეს არ ვიცი ესეთი ქართველები თუ უნდა სუს და ამას თუ აკონტროლებს სუსი მაშინ რა ვიცი რა სუსინდისობა რა პირდაპირ ეგეთი უნდა სავარაუდოდ არა ხო ჩვენ ესეთ რამეს ვერ შევეგუებით იცი რა არის მე იმ ტრადიციების ადამიანი ვარ მე მახსოვს ჯერ კიდე აი გუშინდელივით რამაზან ჩხიკვაძე მახსოვს და ისინი მახსოვს ეროსი და მახსოვს კაი ქართველები მახსოვს და რაღაცა ვიღაცებს შევხედრილ ვარ და რაღაცა ჩემი თავი ჯერჯერობით ესე არ შემზიზღებია რომ რაღაცაში რომ ეს გადავცვალო იგივე ის ხალხის აი ხა რამდენადაც მე გულწრფელი ვარ აი ეს გულწრფელობა რომ მე ხო ამაში არაფერი აი ეს რომ გავცვალო რაში გავცვალო მესმის ნუ აბა აი უბრალოდ რა არის ის დაუმორჩილებლობა რა დაუმორჩილებლობა და აბსოლუტური იგნორი რა ვიცი რამდენი ხალხის როგორ მოუწოდო ხალხს გამოსასვლელად და აი ეს საბრძოლველად თან მშვიდობიან საბრძოლველად მაგრამ რაღაცნაირად არ ვიცი არა მარტო რუსთაველზე და არა მარტო პარლამენტთან აი როგორც ახლა ვერასოდეს ვერ გახდება წულუკიანი ჩემი კულტურის მინისტრი სახალხო არტისტი არ ახლა ესე ხო და მე ვერ გავხდები ამათი სახალხო არტისტი რომელიც ღებულობს საპენსიო დანამატს აი რა ვიცი ნუ ხო ვიცხოვროთ ესე პარალელურ სამყაროებში და ხო კი მაგრამ რეალურად ახლა ლოზუნგი არის ის ალბათ რომ ანუ აქ ბოლო ის რაც მივიღეთ ჩვენ ახლა 30-ში ეს იყო რომ
საბოლოოდ მიხვდა საზოგადოება თქვენ ვერ ეღირსებით აი ხალხმა დაკარგა მძღოლს რომელსაც აქ საზოგადოება მიხვდა რომ ამ არჩევნებს აზრი არ აქვს არაფერს რა აზრი არ აქვს აქ რაღაცა სხვა გზა უნდა ვეძებოთ რჩება ქუჩა თუ სხვა გზას არაფერს არ დაგვიტოვებენ რა ვიცი ნუ სანამ ბატონობს ივანიშვილი არ მოგაკლდება შიმშილი თროა ყველანი აზზე მოვიდეთ დასახლებიდან რომ გამოვიდეთ აი ესეთი რაღაცებია ხო და ქურდებია თუ მაფიოზები მოდით ჩავყაროთ ყველა ერთ ქვაბში რადგან არიან ნაღდად ბოზები დღეს არა მარტო უკვე ჩემ თვალში რა ვქნა ძმო რა ვქნა სულ მაინტერესებს ახლა შენი აზრი იმ აი მაგალითად არჩევნებს ხო აკვირდები შენ ნუ აი ყველა ვაკვირდებით უყურებთ რა და ნუ გინდა ნუ დააკვირდები რა აი მაგალითად არჩევნები ვითარდება რა ანუ ზოგადად არჩევნების პროცესი აი ეს დარღვევების ფორმები ბატაშორის მინდა გითხრა რომ ძალიან დიდ სკოლას გავდივართ ეხლა და ძალიან დიდ სკოლას და ძალიან ჩემ თვალწინ პატარა ბიჭები და გოგოები სერიოზულ მებრძოლებად ჩამოყალიბდნენ, იმიტომ მომეწონა ეს კოალიციას და ან როგორ წარადგენენ თავს იგივე რაღაცა, აი ამ ხრივ, აი ამის იმედი მაქვს, რომ მაინც რაღაცა ხდება რა, ჩვენ გავდივართ ამ სკოლას და ეს ხალხი რაღაცა პატივისცემას იმსახურებს და ეს ხალხი ხვალე არაფერს არ დათმობს და აი საქართველოს ჩვენ საბოლოო ჯამში გამარჯვებას აუცილებლად მოუტანს. არ ვიცი რა, მე რამდენად მოვესწრები ამას ყველაფერს. მაგრამ მე ვიცი რომ ბევრად უფრო მალე და ბევრად უფრო მოულოდნელად აი ციხეში იყო ესეთი ტერმინი ჩემ დროს მოულოდნელ გისურვებთ მოულოდნელ ყველაფერი ხო მოულოდნელია ისე და ესე არ გამოვა რა ეს არჩევნები ბოდიში და ის არა ქვეთ არ არის ორივე მხარე ისიამოვნოს ერთი ვიღაცას რომელიღაცას უნდა გული დაასწრდეს და გაბრაზდეს და გარეთაც გამოვარდეს და უნდა რაღაცას მოხდეს და ეს რაღაცა ფარტის ჩამოხევები და რაღაცები და წავედი ეხლა მე წალენჯიხაში უნდა რა ვიცი რა ეს არის პროცესი და ეს არის სიცოცხლე და რა ვიცი რა გისურვებ კი ბატონო აი მაგალითად და შენ გადაცემა გაიხარ ერთხელ ვიღაცამ მითხრა აუ რა კაი დრო იყო ფაროსანა რო იყო მთავარი საჭიროება რა ბედნიერები ვიყავით ანუ კაი დრო იყო ფაროსანა რო იყო თავარი მტერი ხო და რაღაცა თავისუფლება მიშას რა ჩვენ გადარჩენას ნიშნავს და ჩვენ ეხა თუ არ შევირცხვენთ თავს რა ვიცი ხალხო რაღაცნაირად ხო იმას მაინც როგორ ვერ უნდა მივაღწიოთ რომ რაღაც ნორმალურ საავადმყოფოში სადაც ექიმები იქნებიან და სადაც ყველა შესაძლებლობა იქნება რომ აღმოუჩინოს ნებისმიერ გართულებას იმიტომ რომ მართლა რაღაცა ყოველ წამში შეიძლება რაღაცა მოხდეს რატო არა რისი ეშინიათ აი მაგას ვერ ხვდები აი რა არის თავარი ის აი ნუ მიშამ ხო ხედავ აი ამ თავისი ამ თავგაწირვით და რაღაცად ბევრად მეტი შეძლო ვიდრე ჩვენ ყველამ ერთად რაღაცა მთელი ამ იმეებით და აი რაღაცა აი ამ თავის ჭკუის სწავლებებით და ჩამოყალიბებებით ადამიანებებად და რაღაცებად მაინც ჯერ კიდე 100 ნაბიჯით უკანა ვართ აი ტიპმა აი ამ ერთი იმითი აი სხვანაირად ეთყობა ხო და ეთყობა მართლა მაგრამ მოენატა თორე როგორ ესე როგორ ან ჩვენ როგორ გაგვიმეტა ესეთო ხო კი ბატონო არ ვიცი რა მიშა გადასარჩენია ხალხო არ ვიცი მე არასოდეს არ ყოფილი ვარ თქვენც კარგად გახსოვთ თვითონ მიშამაც იცის კარგად რომ მე არ ვიყავი არასოდეს ნაოდე გიყავი ხოლმე მახსოვს და ყოველ რა ვიცი თუ ვინმე ის მაგრამ ეხა აქ ადამიანის სიცოცხლეს ეხება და არა მარტო ადამიანის არ ზვიადის ტიპ ყოფილი ვარ მე მაგრამ ზვიადის სიკვდილი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ისეთი ლაქაა რომელსაც ვერ ამოვიწმინდავ რა და ეხა მეორე ესეთი ლაქა და საქართველოს ლაქა და ჩემი შვილების და შვილიშვილების ლაქა კარგით რა ხალხო რა ერთი ლექსი წავიკითხოთ და დავამთავროთ მან ჩაკეცილები გაქვს რაღაცეები ხედავ აშკარად აქეთ
საქართველოა ჩვენი გოლგოთა, თავის შვილების ობლად გამწირი, ქართველ ბიჭთა და ქართველ გოგოთა წმინდა ადგილი მსხვილ შესაწირი, საქართველო ხომ ჩვენი სახლია, დღემდე რომ მოაქვს თავი დიდებით და როგორც ვატყობ ესის დახლია, ჩვენ საიდანაც გავიყიდებით. როგორ მინდა ხან გაგინო, ხან გაქო, რადგან შენში ყველა ერთად მოყვარე. გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო, ვერ გავიგე კერი ხარ თუ მოყვარე, რამდენი მაქვს შენთან სალაპარაკო, დაკარგულა, თუმცა ჩვენში ნდობები, გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო, შენი შვილი, უკვე გემშვიდობები. არა. ვერ გავიგე, რაზე მიდის ბაზარი, კომუნიზმის ერთგულ მონატყოფილო, საქართველო, თუ დაგერგვა საზღვარი, ამ ქაოსში რით ხარ უკმაყოფილო? თუ დაგერგვა საზღვარი, რით ხარ? არა, საზღვარიც აი იქაც რაღაცა, ნუ რა ვიცი, რამდენი სპეცრაზმი გვჭირდება ჩვენ ახლა, რომ რაღაცა ელემენტარული, რაღაცა აი საზღვარი გავაკონტროლოთ, იმას ვქნათ, რაღაცას იმას ვქნათ, რაღაცა ბევრი გვაქვს სამუშაო ამ ქვეყანას, ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. გასაკეთებელი კიდე ბევრია. გასაკეთებელი კიდე ბევრია. მინდა წარმატებები გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი სტუმრად. უღრმესზე ძალიან დიდ პატივს მიცი. უღრმეს მეც ვანო და ძალიან წარმატებები მიხარია რომ ისე კლავ ერთად ვარ და კლავ იგივე ერთ სიბნელეს და იმას ვებდი. კი, ერთ მხარეს ვართ. სიდუხჭილეს. სიბნელესთან მებრძოლები ვართ ბოლო რამდენი წელია უკვე ერთად რაღაცა ვაკეთებ ძალიან კაი გადაცემებს. წარმატებებს გისურვებთ. ბატონ კოტე ყუბანეიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.